მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აზორებალი, ხოლო ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ ძალიან უცნაურ რაღაცაზე. გუშინ მეგობრებო, სტიზე ბრეინოტში მოხდა ძალიან უცნაური რაღაცა, რაც ვერავინ ვერ შეამჩნია. და როგორც ვიცი, საქართველოშიც ბევრმა არ იცის ეს ამბავი და ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ამაზე მესაუბრა. მაგრამ სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი დიდი თხოვნა იქნება დაალაიქოთ, გამოეწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტივოთ ზაის ღილაკი. ასევე შემოდით ჩემ Discord server-ზე, ეგ იქნება ჩემი დიდი თხოვნა, ლინკს დავტოვებ აღწერაში და მოდი ახლა გადავიდეთ ვიდეოზე. მოდი დავიწყოთ შესავლით თუ ეს ისტორია როგორ დაიწყო, რომელსაც ძალიან მალე ვიდეოში მოვაყოლებ და მოვყვები. დაახლოებით 1 კვირის წინ სტიზე ბრეინოტის owners სემის ჰქონდა ადმინაბიუსი გამართული. ჩვეულებრივ ადმინაბიუსი იყო, მაგრამ მოულოდნელად თამაში ავიდა 24 მილიონ აქტიურ მოთამაშეზე. რაც კი იმას ნიშნავს, რომ ადმინაბიუსის დროს 24 მილიონი მოთამაშე თამაშობდა მაგ თამაშს. ნუ მე მისაუბრია წინა ვიდეოებშიც, რომ Grow Garden-მა გატეხა რეკორდები და თქვენს გეცოდინებათ გადაასწრო თითქმის ყველა თამაშ აქტიურ მოთამაშეების რეკორდში, Fortnite-საც, Steam-საც და სხვა ძალიან ბევრ თამაშებს. Grow Garden-ის ყველაზე დიდი რეკორდი იყო 22 მილიონი აქტიური მოთამაშე. რაც კი იმას ნიშნავს, რომ ტოპ თამაშების ტიტული ჩამოეთვა Grow Garden-ს, რადგანაც სტიზე ბრეინოტმა 2 მილიონი მოთამაშით დაეწია მას. და გახდა დედამიწაზე ერთ-ერთი ისეთი თამაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მეტი აქტიური მოთამაშე. ნუ ალბათ ახლა წარმოგიდგენიათ თუ ამით რამდენ ფულს შოვიდა სემი. და ის ისტორია, რის გამოც დიდი ალბათობით ვიდეოში შემოხვედით, იწყება მაგ ამბავიდან და ახლა მოკლედ გუშინ თითქოს არაფერი ვაფშე აპდეითი არ ყოფილა, დეველოპერებსაც არაფერი არ დაუწერიათ სერვერზე, რომ რამე ახალი დაემატებოდა და როცა თამაშობ თითქოს არაფერი არ ხდება ისეთი, მაგრამ ფიქრობთ რომ ვიღაც აკლია აქ. რადგანაც ერთ-ერთი პერსონაჟი სულ გამოდიოდა აქ, არც ინდექსებში აღარ არის. და ეგ პერსონაჟი არის ტუნტუნ სახური. დიახ მეგობრებო, თამაშიდან წაშალეს ისე რომ არც გავგაფრთხილეს. მაგრამ რატომ უნდა ექნათ ახლა ეგ, რა მიზეზი უნდა ქონოდათ? დღეს ამ ვიდეოში მაგას მოყვები და მეგობრებო, როგორც გითხარით, ბევრმა ქართველმა ამ ამბავის შესახებ ვაფშე არ იცის, ვინც სტიზე ბრეინოტს თამაშობს. ეხლა ალბათ იფიქრებთ თუ რა მე ერთი პერსონაჟი წაიშალა და თან რეირი იყო ეგ პერსონაჟი, დიდი რა უნდა მოხდარიყო. მაგრამ ეხლა მოგიყვებით ისტორიას თუ როგორ დაიწყო ეგ ყველაფერი და შეიძლება შეიცვალოთ თქვენი აზრი. მოკლედ, არის ერთ-ერთი ტიკტოკერი სახელად ნოქსა. ნუ მეგობრებო, ვისაც ეგონა რომ მთელი ეს დრო სემი აკეთებდა ბრეინოტებს და იგონებდა ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ეს იყო ის ტიპი, რომელიც ბრეინოტებს ქმნიდა. ხოლო სემი დიზაინს იპარავდა და ვაფშე იდეას იპარავდა რა. და პერსონაჟი ტუნტუნ სახურიც ნოქსას შექმნილი არის. და მოხდა ასეთი რაღაცა. ნოქსამ შეეხმიანა სტიზე ბრეინოტის owner სემის და უთხრა ასეთი რაღაცა, რომ ტუნტუნ სახური დავაკოპირაითეთ. ვინც აიცით ახლა აღიხსნით თუ რას ნიშნავს ეგ. ეგ ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ owner-მა, ანუ ტუნტუნ სახურის შექმნელმა აკრძალა ის, რომ გამოიყენონ მისი დიზაინი. და ვინც გამოიყენებს, მოუწევს რომ ან ფული გადაიხადოს, ან კი თუ Roblox-ში გამოიყენებს, ბანი დაედება. მაგ ყველაფრის შემდეგ Roblox მას დაიწყო ყველაფერი, სადაც ტუნტუნ სახური იქნება, შლის Roblox-ი. ნუ თუ შეხვდათ სადმე ჯერ წაშლი არ იქნება, მაგრამ უეჭველი ძალიან მალე წაიშლება ეგეც. ნუ მაინც მეგობრებო, ფაქტი ის არის, რომ სემი მარტო ტუნტუნ სახური წაშალა, რადგანაც ნოქსამ პრეტენზია გამოხატა მარტო მაგაზე. მაგრამ მეგობრებო, ფაქტი ის არის, რომ ნოქსა მარტო ტუნტუნ სახურის შემქმნელი არ არის. ის ასევე ძალიან ბევრ სხვა ბრეინოტებს ფლობს, როგორიც არის გარამბა, ვიღაც ფანქარის ტიპი რო იყო, დამავიწყდა მაგის სახელი. და კიდევ ესოქსე ჰოლაკი და სხვა ძალიან ბევრი ბრეინოტები. პრობლემა არის ის, რომ ბრეინოტები, რომლებიც ნოქსა ფლობს, თვითონ თამაში ყველა არის თითქმის სიკრეტები. ასევე თამაშის პოპულარული სახეები არის ეს ბრეინოტები და ძალიან დიდი შანსი არის, რომ ნოქსა გაბრაზდეს ისევ აუჯანყდეს სემის და სემის მოუწიოს თითქმის ნახევარი ბრეინოტები წაშალოს თამაშიდან. ნუ ეხლა ჩემას ვიტყვი თუ რატომ აკეთებს ნოქსა ეგრე? ჩემი აზრით, რადგანაც სემიმ ძალიან ბევრი ფული იშოვა თავის ვიზიტებში, ფული ნოქსასაც უნდოდა, მაგრამ მეგობრებო,
უცნაური ის არის, რომ ნოქსა თლიანად არ ფლობს ამ ბრეინროტებს. ანუ რას გულისხმობ? იდეა თავისი იყო, მაგრამ თვითონ ფოტოები და მოდელი ბრეინროტების დამზადებულია AI-ის მიერ. არ მინდა ეხლა ისე გამოვიდე, რომ თითქოს მოსამართლევა ან რაღაც ეგეთი, მაგრამ მეგობრებო, AI-ის ფოტოები ვერ დაკოპიაითდება. რადგანაც მეგობრებო, AI-ის თვითონ აკეთებს ყველაფერს, პროსტა იდეებს შენსაც ითვალისწინებს. მაგრამ მეგობრებო, სემი მაინც გადაწყვიტა, რომ წაეშალა ტუნტუნსახური, არ ვიცი რა მოხდება, თუ სხვა ბრეინროტების წაიშალა, ასე მგონია, რომ თამაში ჩაკვდება და აღარავინ აღარ ითამაშებს ისე ძალიან, რადგანაც ყველა პოპულარული სახე წაშლილი იქნება. ნუ დღეისათვის სულ ეს იყო. დაწერეთ თქვენი აზრი თუ ამ ყველაფერზე რას ფიქრობთ. თქვენთან იყო რაზორებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი!